ბრაზილიელი მწერალი პაულო კოელიო ამბობდა, რომ ბავშვებს სამი რაღაცის სწავლება შეუძლიათ ჩვენთვის, უფროსებისთვის. ვიყოთ ბედნიერები ყოველთვის, ვიყოთ დაკავებულები სულ და გარდა ამისა მივიღოთ ყველაფერი, რაც გვსურს და რაც გვინდა. მაგრამ აი ამ სამ დეტალს მე კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს დავუმატებდი. დეტალს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია რომ ბავშვებისგან ვისწავლოთ. და ეს დეტალი არის ძალიან მარტივი რამე. ფანტაზიის უნარის გამოყენება. სწორედ ფანტაზიის უნარის გამოყენებით ბავშვებმა გამოიგონეთ ძალიან ბევრი ისეთი რამ, რაზეც ჩვენ არც კი გვსმენია, რომ ეს ბავშვების გამოგონილია. სალამი, მე მაინერი ვარ და დღეს ვისაუბრებ ბავშვების გამოგონებებზე. 18 წლის გოგონამ ეიშა ქარემ გამოიგონა ტელეფონის აკუმულატორი, რომელიც დაახლოებით 9 წუთში იტანება. აქ ერთ რაღაცაზე არის ხაზი გასასმელი. 9 წუთში დატენილი ელემენტი არანაირად უფრო ნაკლებ ხანს არ ძლებს, ვიდრე პირობითად Galaxy S22-ის ელემენტი. ამ გამოგონების ხარჯზე ეიშა ინტელის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი გახდა და უფრო მეტიც იგი Forbes-ის 30 წლამდე გამომგონებლების სიაში შევიდა 2013 წელს. აი 2021 წელს კი ეიშამ ჩააბარა MIT-ის უნივერსიტეტში, არ ვიცი იცით თუ არა MIT-ის უნივერსიტეტი რომელია, მაგრამ ეს ის უნივერსიტეტია, რომელშიც ადამიანიობა, სპაიდერმენი, პიტერ პარკერი ოცნებობდა რომ მოხვედრილიყო. იმიტომ რომ MIT-ის უნივერსიტეტში ერთ-ერთი ნომერ პირველი და წამყვანი მეცნიერები ასწავლიან და ამას გარდა MIT სტუდენტები ძირითადად საკმაოდ სერიოზული გამოგონებლები გამოდიან ხოლმე. შემდეგი რამ, რაზეც ვისაუბრებ, ეს არის 17 წლის ალისა ჩავესის გამოგონება. ეს გახოთ ბავშვების სავარძელი, ანუ ავტომობილში არსებული ბავშვების სავარძელი, რომელიც არის აღჭურვილი სიგნალიზაციით. სიგნალიზაცია აქტიურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი მშობელი მანქანას ისე მოშორდება, რომ ბავშვის სავარძელი, შესაბამისად ბავშვიანად დარჩა მანქანაში და მანქანას მოშორდა დაახლოებით 12 მეტრით. ახლა ალბათ უმეტესობა თქვენგანს გაუკვირდება ეს რა გამოგონებაო, ან ბავშვი როგორ უნდა დაგჭესო მანქანაშიო. მაგრამ 2024 წლის სტატისტიკის მიხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებში 39 ბავშვი არის გარდაცვლილი მხოლოდ იმის გამო, რომ დაუდევარმა მშობელმა ბავშვი მანქანაში დატოვა. 2018 და 2019 წლებში კი ამ მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და საუბარი არის 53 გარდაცვლილ ბავშვზე, რომელიც ასევე იმის გამო გარდაიცვალა, რომ დაუდევარ მშობელს ბავშვი დარჩა მანქანაში. ასე რომ, არ ვიცი, ალისა ჩავესის გამოგონება არის ის გამოგონება, რომელსაც ბავშვების სიცოცხლე შეუძლია გადაარჩინოს. კარგი, მოდი არ დავიტრგუნოთ თავი და მივყვეთ გამოგონებებს, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ბატუტის გამოგონება არის 16 წლის ბიჭის ჯორჯ ნისენის დამსახურება. უпростоრედ 16 წლის ასაკში ჯორჯ ნისენმა ბატუტის კონსტრუქცია მოიფიქრა. და დაახლოებით 4 წლის მერე, ანუ 20 წლის როცა იყო, ბატუტის კონსტრუქცია უკვე სისრულეში მოიყვანა და შესაბამისად ბატუტით სარგებლობა დღემდე შეგვიძლია. მაგრამ აქ ერთ ძალიან საინტერესო ფაქტს მინდა გაუსვა ხაზი. ბატუტს თავდაპირველად იყენებდნენ გიმნასტები და ჯარისკაცები. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის ჯარისკაცები, უფრო კონკრეტულად კი საჰაერო თავდაცვის ერთეულები და დანაყოფები, იყენებდნენ ბატუტს იმისთვის, რომ ჰაერში სხეულის კოორდინაცია გაეუმჯობესებინათ. ამას გარდა 1960-იან წლებში NASA-ს ტესტირებებში, სადაც ნულოვან გრავიტაციას ტესტავდნენ, ასე ვთქვათ, ბატუტებს იყენებდნენ მომავალი კოსმონავტები. ასე რომ თუ კი რომელიმე თქვენგანს შვილი ყავს, რომელიც ეუნება და თხოვს, რომ მამა ან დედა წამიყვანე ბატუტ ცენტრშიო, წაიყვანეთ. რა იცით, იქნება მომავალი კოსმონავტი გეზრდებათ. 5 წლის ასაკში ფრანგმა ლუი ბრაილმა დაკარგა მხედველობა და ალბათ მიხვდებით, რომ ბრაილის შრიფტზე მექნება ახლა საუბარი. 5 წლის ასაკში მან დაკარგა მხედველობა, მაგრამ 10 წლის ასაკში მან ჩააბარა პარიზის ინსტიტუტში, სადაც მხედველობა დაქვეითებულებისთვის და უსინათლო ადამიანებისთვის არსებობდა სპეციალიზირებული სასწავლო პროგრამა, სადაც მათ ზეპირად ასწავლიდნენ, ანუ ზეპირსიტყვიერად უხსნიდნენ ამ თუ იმ კონკრეტულ საგნებს. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ამავე ინსტიტუტში არსებობდა წიგნები, რომელსაც რელიეფური დამწერლობა ჰქონდა, თუმცა ეს საკმაოდ მოუხერხებელი წასაკითხი იყო და შესაბამისად ბრაილს მოუწია, რომ გამოეგონა თავისი შრიფტი. უშუალოდ ბრაილის შრიფტი, ანუ წერტილოვან რელიეფური შრიფტი ბრაილმა 15 წლის ასაკში 1824 წელს გამოიგონა, ხოლო 1827 წელს პარიზის ისტორია, კი არა და საფრანგეთის ისტორია თავიდან ბოლომდე ბრაილის შრიფტით იყო დაწერილი და თავად ლუი ბრაილი კურირებდა, ანუ ხელმძღვანელობდა იმ საკითხს, რომ არაერთი წიგნი ბრაილის შრიფტზე გადათარგმნილიყო. გადავიდეთ შემდეგ გამოგონებაზე. 15 წლის ჩესტერ გრინვუდმა გამოიგონა ყურსასმენები,
ფუმფულაყურები? ნუ მოკლედ რაც არის რა. უმეტესობა თქვენგანს არ გიყვართ ქუდი რო გაფარიათ ხოლმე, არ აქვს მნიშვნელობა ყინავს, წივა, მზიანი ამინდია, ნუ მზიან ამინდში არც უნდა დაიფაროთ პრინციპში, ისევ როგორც ოთახში, როგორც მე. ხო და მოკლედ ამ ბიტს გაუჩნდა ესეთი იდეა, რადგან ქუდის დაფარება არ უყვარდა, მან მოკლედ ესე იგი რაღაც ფუმფულა ბალიშები დაამაგრა ბაწარზე და შემდეგ შეუქმნა შედარებით უფრო მყარი კონსტრუქცია ცვილის დახმარებით და ასე გამოიგონა პირველი ფუმფულაყურები, ფუმფულაყურსასმენები, რავი რაც გინდათ ის დაარქვით. ეს ყველაფერი მოხდა 1827 წელს. 1827 წელს და ამ მოწყობილობით თუ გამოგონებით დღემდე მეტნაკლებად აქტიურად სარგებლობთ. ხილის ყინული. აბა თუ მიხვდებით რაზეა და რა გამოგონებაზეა საუბარი. უიჭველი ნაყინი გაიფიქრეთ და თუ ნაყინი გაიფიქრეთ და ლაიქეთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ ნაყინი არაა. მოკლედ 1905 წელს ფრენკ ეპერსონმა 11 წლის ასაკში გარე თამაშის დროს დატოვა ჭიქაში ჩასხმული წვენი. ამ ჭიქაში კი ხის კობზიც იყო. და ნუ მოკლედ სახლში ამოვიდა, მე მეორე დღეს ჩავიდა, ეს ჭიქაში ჩასხმული წვენი გაყინული დახვდა და ნუ მოკლედ გასინჯა და საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა კიდეც ეს ჭიქაში დატოვებული წვენი. ამის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, მან დააპატენტა ეს აღმოჩენა თუ გამოგონება და popsicles. ეს არის გაყინული წვენი, ნუ ასე შეიძლება ითქვას, ნაყინის მსგავსი რაღაცა არის, უბრალოდ მართლაც რომ გაყინული წვენი არის და ბევრად უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკასა და ევროპაში, ვიდრე ჩვენთან უფრო მეტად ნაყინი გვიყვარს უმეტესობას. და ნუ მოკლედ ფაქტი ის არის, რომ თუ კი რომელიმე თქვენგანი popsicles, ანუ აი ამ გაყინულ ხილის წვენს მიირთმევს, ზაფხულში ძირითადად, მოკლედ 11 წლის ბავშვს უნდა ვუმადლოდეთ მაგ ამბავს და იმ ფაქტს, რომ ჭიქაში ჩასმული წვენი გარეთ დარჩა. დღევანდელი ვიდეოსთვის ბოლო გამოგონება, თუმცა არა ბავშვების უკანასკნელი გამოგონება, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვები კიდევ ბევრ რაღაცას გამოიგონებენ და დარწმუნებულები ვიყავით იმაში, რომ ბავშვებს კიდევ ძალიან ბევრი რამ აქვთ ისედაც გამოგონილი. უბრალოდ ჩემთვის ყველაზე საინტერესო რომელიც იყო ისინი შევკრიბე აქ. მოკლედ ეს არის 16 წლის ბოიან სლატის გამოგონება, მოწყობილობა ან კონსტრუქცია, რომელიც ოკეანეს ეხმარება პლასტმასის ნარჩენებისგან გასუფთავებაში. საქმე ის არის, რომ 2011 წელს ბოიან სლატი ისვენებდა საბერძნეთში და სწორედ აქ ამ ადგილას მან აღმოაჩინა ის, რომ ოკეანეში ძალიან ბევრი პლასტმასის ნაგავი ყრია, ალბათ იმაზე უფრო მეტი ვიდრე თევზები არიან, ნუ ყოველ შემთხვევაში მის ირგვლივ ასე იყო და მან გადაწყვიტა, რომ ამ პრობლემასთან ბრძოლა დაიწყო. მოკლედ, ბოიანმა აი ესეთი U ფორმის არ გავსე, აი ესეთი ფორმის კონსტრუქცია გამოიგონა, რომელიც ოკეანეში მოთავსდება და პლასტმასის ნაგავს წყლის ნაკადის დახმარებით, ასე ვთქვათ, თავის თავში მოაგროვებს და შესაბამისად ოკეანე ამის დახმარებით გასუფთავდება. მოკლედ, როგორც მეცნიერები ამბობენ, დაახლოებით 2040 წლისთვის, თუ კი აი ამ კონსტრუქციას ხშირად, ანუ მასობრივად გამოვიყენებთ, წყალი 90%-ით გასუფთავდება იმ პლასტმასის ნარჩენებისგან, რომელიც ახლა ამ ეტაპზე მსოფლიო ოკეანეებში არის. აი ესეთი ამბავია მოკლედ. ერთი რაღაცის თქმა დამავიწყდა. 2013 წელს, ანუ საბერძნეთის ვიზიტიდან 2 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც უკვე ბოიანი 18 წლის გახდა, მან დაარსა კომპანია სახელწოდებით The Ocean Clean Up. აი ესეთ სახელწოდებით დაარსა კომპანია და crowdfunding-ის დახმარებით $2 მილიონი იშოვა, რომელიც მოხმარდა იმ ამბავს, რომ სულ პირველი პროტოტიპი გაეკეთებინა თავისი მოწყობილობის და ასე თუ ისე კი არა და დღესდღეობით, ხო, ნუ პრინციპში ასე თუ ისე ქვეყნები და სახელმწიფოები ხელს უწყობენ აი ამ კომპანიას. ეს არის არაკომერციული კომპანია და შესაბამისად, ნუ სამწუხაროდ შედარებით ნაკლები ინვესტიცია იდება ხოლმე. თითოეული ისტორია, რომელიც ამ ვიდეოში გაგიზიარეთ, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ასაკს. თუ კი თქვენ ფანტაზია გიჭრით, თუ კი თქვენ გაქვთ იმის სურვილი, რომ შეცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ, თუ კი თქვენ უბრალოდ იმის სურვილი გაქვთ, რომ თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესოთ, კიდევ ერთხელ გავუსვა მხას. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ასაკს. თქვენ ამას შეძლებთ, უბრალოდ მთავარია მონდომება, უბრალოდ მთავარი არის мотиваცია და ის რომ ეს мотиваცია არასდროს არ დაკარგოთ. თუ კი რომელიღაცა თქვენგანი აქ უფროსია და უფროსი თაობის წარმომადგენელია, გეტყვით იმას, რომ თუ კი პირობითად თქვენს 11 წლის მეგობარს ან შვილს აქვს რაღაცის სურვილი ან რაღაცის კეთების სურვილი, აი ამ რაღაცის კეთების სურვილი არ მოუკლათ. და თუ კი თქვენ ხართ 12, 13, 15, 17 წლის
ბავშვები, მოზარდები, თინეიჯერები, უბრალოდ გეტყვით ერთ რაღაცას. არ დაკარგოთ ის мотиваცია, რომელიც რაღაცა იდეის, ევრიკის, თავში ნატურის ანთების გაჩენის შემდეგ გაჩნდა და ყოველთვის იცოდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ სამყაროს შეცვლა, თქვენ შეგიძლიათ თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ცხოვრების შეცვლა. მაგალითად, ჩემი ცხოვრების შეცვლა შეგიძლიათ იმით, რომ დალაიქოთ ეს ვიდეო და გააზიაროთ იგი.